ანაკლის პროექტს თამამად შეიძლება უწოდოთ საუკუნის პროექტი, რადგან მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ფუნქციის გასაძლიერებლად. საქართველო აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან, ევროპას, აზიასთან და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაში სატრანსპორტო დასაწყობების ლოგისტიკურ სფეროს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ჩვენ საუბრობთ ღრმაწყლოვან პორტზე, რომელშიც საშუალება გვექნება უფრო მეტი ტევადობის გემების მიღების, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს, სატრანსპორტო ხარჯებს გადამზიდავებისთვის და ასევე რა თქმა უნდა ჩვენ მოვიზიდავთ უფრო მეტ ტვირთს მთლიანად როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ზოგადად დერეფნის ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. ანაკლის პროექტის განვითარებით ჩვენ არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად ეკონომიკური ფუნქცია უნდა გავაძლიეროთ. კერძოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში დამატებით სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკურ საქმიანობას, ისეთ სფეროებს, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია და ესპორტი უნდა ემსახურებოდეს მათ შორის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, საქართველოში უნდა შეიქმნას დამატებითი ღირებულება სატრანსპორტო ლოგისტიკურ ოპერაციებში და ასევე სამწარმოო ოპერაციებში და ამ ყველაფერთან, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში ანაკლის პროექტის განვითარება. ანაკლის პროექტთან ერთად ჩვენ აუცილებლად მოვიაზრებთ თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარებას. ანაკლის პორტი არ იქნება მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალებისგან შემდგარი პორტი, თუმცა ეს არის მინიმალური პირობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ჩადებული კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მულტიფუნქციურ, მულტიმოდალურ პორტს წარმოვიდგენთ, სადაც ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერმინალი იქნება, საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც იქნებიან მწარმოებლები, იქნებიან სხვადასხვა ლოგისტიკური კომპანიები წარმოდგენილი და ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგიონის ეკონომიკას ხელს შეუწყობს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.